ძალიან დაუჯერებელი ამბავი უნდა გაგანდოთ ახლა და მოგიყვეთ და განვიხილოთ ახლა ეს თემა. მოკეთ დებორა ნორვილი არის ამერიკელი ტელეწამყვანი. მას მიყავს სატელევიზიო ჟურნალი Inside Edition, თუმცა მანამდე მუშაობდა CBS-ზე, მუშაობდა NBC-ზე, მოკეთ ძალიან გამოცდილი ჟურნალისტია. ხო და სამედიცინო სფეროში ძალიან გამოცდილმა მაყურებელმა ის გადაარჩინა სიკვდილს. რამე შეამჩნია? რამე სამჩნევთ თქვენ? გაცნობიერებული სამედიცინო სექტორში, აბა? მე ვერ. აი რამე ეთყობა ეხა ამ ხალხს გადასარჩენია? ორთოპედიური მხრივ არ არის. მოკლედ, ამ მაყურებელმა მისწერა, რომ ყურადღება გაემახვილებინა ფარისებ ჯილკვალზე. ახლა ის ხილვა კი არ ქონდა და რაღაცნაირი წარმოდგენა. აი დააკვირდა ეთერში, უყურებდა ამბებს ახალს და რაღაცა არ მოეწონა მისი ფარისებრი ჯირკვალი გარედან. არ დატოვა უყურადღებოდ ეს მაყურებლის რჩევა და ექიმთან გაიარა კონსულტაცია. ხო, და მართლაც აღმოჩნდა ფარისებრი ჯირკვლის კვანძი. ხო, და ნუ ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა და მართლა აღმოაჩნდა კვანძი, მაგრამ ის არ იყო ესეთი აქტიური და აგრესიული კვანძი იმ ეტაპზე. შემდეგ როგორც ჩანს დაჭირდა მას ოპერაცია, თუმცა კვანძის არსებობა დადასტურდა ნამდვილად აი მაყურებლის დაკვირვებით. კიდევ ერთი ისტორია არსებობს ძალიან მსგავსი. ამ შემთხვევაში უკვე კიდევ ერთ-ერთი ტელეწამყვანია ტარეკ ელ-მოუსა, რომელიც ასევე მაყურებელმა გადაარჩინა. ესე იგი, მაყურებელი დაუკავშირდა მის პროდიუსერებს, მეც დაიყო მაყურებელი ამჯერად, დაუკავშირდა პროდიუსერებს და სთხოვა რომ გადაეცათ ამბავი ტარეკისთვის, რომ მას სჭირდებოდა კონსულტაციის გავლა კონკრეტულ სპეციალისტთან. რა აქტიური მაყურებლები არიან. ეხლა ჯენიფერ ჰადსონთან და ყვება თავის ისტორიას. და სხვათა შორის ბევრად გახვდარია, ვიდრე მანამდე იყო. ესე იგი, რაღაცა მართალი ყოფილა ეს მეც და მართლაც აღმოაჩნდა მას ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე და ასე თქვა დროული ჩარევით აგრესის და ყვება თავის ამბავს უკვე წარსულში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ 21 საუკუნეში ყველას აქვს საშუალება რომ დააკვირდეს, ჯერ ერთ-ერთი პირველ რიგში გაუწიოს მონიტორინგი, როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რატო შემხედე ფარისებზე უცებ? მაყურებელი ხო არ ხარ შენ? მე ვიკონტროლებ სხვათა შორის. და რამე მეტყობა? და შესაბამისად ყველა შეუძლია რომ რაღაც პერიოდულობით გაიაროს კონსულტაცია. მინიმუმ სკრინინგი ხო შეუძლია? სკრინინგი შეუძლია. ნამდვილად. აუცილებელია სკრინინგი თიკა, იმიტომ რომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ადრეულ ეტაპზე არ ახდენს ჯანმრთელობაზე ისეთ გავლენას, რომელმაც შეიძლება ჩივილები გამოიწვიოს. შესაბამისად სპეციალური შემოწმება გჭირდება. და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადგინდეს, რომ პაციენტს აქვს თუ არა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, ანუ კიბო და ეს თუ ითხოვს მერე ბიოპსიას, თუ ასე შემდეგ ასე შემდეგ, უფრო ეს ვთქვათ, ღრმა კვლევებს და შემდგომ შეიძლება ქირურგიული ჩარევაც დაჭირდეს. კეთილი, თუ კი ითხოვს მეტ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ექიმთან უნდა გაჩნდეს პაციენტი, მაგრამ სანამ თქვენ ჩათვლიდეთ საჭიროდ ექიმთან სტუმრას, მოდი მოისმინეთ, რას გვეტყვის ექიმი ჩვენთან დღეს სტუდიაში. დღეს გვყავს სტუმრად კლინიკა NMedic's ზოგადი ქირურგი გიორგი გაფრინდაშვილი. მოგესალმები. მოგესალმებით. გიორგი, პირველ რიგში წყალს შემოგთავაზებ, მიირთვით წყალი მთის და შეგახსენებთ, რომ სასურველია დღეში 2-დან 2.5 ლიტრამდე წყლის დალევა. დავიწყოთ საუბარი ბიოპსიით, ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში, როგორ ხდება და რა პროცესია ეს? ზოგადად ბიოპსიაზე ვიტყვიეთ ორ სიტყვას. თქვით რა? იმიტომ რომ მაინც ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად აი სიტყვა ბიოპსიის გაგონებაზეც ხალხში მაყურებელში არის ძალიან ისეთი დამოკიდებულება, რომ უარყოფითზე ფიქრობენ, რაღაც ავთვისებიან დაავადებაზე ფიქრობენ და საკმაოდ შეშინებულები მოდიან. ესე ვთქვათ, ან დადასტურების ან პირიქით უარყოფის მექანიზმი რადგან არის ავტომატურად ნახევრად შეიძლება იყოს. მაგიტომ ზუსტად მოდიან შეშინებულები. ბიოპსია ეს არის კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. როდესაც ხდება ორგანოდან ქსოვილის ან უჯრედების აღება, შემდგომი მორფოლოგიური ან ციტოლოგიური კვლევისთვის. ეს არის უმტკივნეულო? ხო, ანუ რამოდენიმე ტიპი არსებობს ბიოპსიის. ერთ-ერთი ტიპი არის მსხვილნემსიანი ბიოპსია, იგივე კორ ბიოპსია, რა დროსაც კანზე კეთდება მცირე ზომის განაკვეთი და ამ შემთხვევაში კანის გავლით ხდება ორგანოდან მცირე ზომის ქსოვილის აღება. არსებობს კიდე ოპერაციული, იგივე ლაპარასკოპიული ბიოპსია. ამ შემთხვევაში მუცლის ღრუს ორგანოდან
ღვიძლიდან ან სხვა სამიზნე მუცლის ორგანოდან ხდება მასალის აღება მორფოლოგიური კვლევისთვის. ეს ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში. არა. ეს არის ზოგადად ბიოპსიის შემთხვევაში. ასევე ენდოსკოპიური საშუალებების გამოყენებითაც ხდება, მაგალითად გასტროსკოპიის დროს, კვლევის ჩატარების დროს ხდება კუჭიდან, თორმეტ გოჯანაწლავიდან, საღლაპავიდან მასალის აღება, კოლონოსკოპიის შემთხვევაში მსხვილი ნაწლავიდან. რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში, ყველაზე უფრო დამზოგველი მეთოდი ამ შემთხვევაში გვაქვს წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოპსია, რაც გულისხმობს წვრილი ნემსით სპეციალური ვაკუუმ ასპირატორის მეშვეობით ყოველგვარი კანზე განაკვეთის გარეშე ადგილობრივი ანესთეზიაც კი არ გამოიყენება ამ შემთხვევაში და ხდება მცირე ზომის, ანუ უჯრედების აღება ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან. მე ბიოპსიებს კიდე დავამატებდი, ანუ მუცლის ზურგადა კიდურებს რაც შეეხება, აქ გვაქვს ჩვენ ტროაკარული ბიოპსია, რენტგენოსკოპის ქვეშ გვაქვს კატე დამიზნებითი ბიოპსია, გვაქვს ასევე ანუ განაკვეთი ინციზიური ბიოპსია, ბიოქსოვილოვან სარკომაგრად, ბევრი ტიპი არის, მაგრამ ანუ ეს არ მართლა აბსოლუტურად დაგეთანხმებით, პაციენტს ეშინია, ამის, მაგრამ ეს არის პირველად ჯერ კვლევის მეთოდი. კი ბატონო. და რასაც თქვენ ალბათ ეხოს რაშმავით უშუალოდ იმ კვანძიდან იღებთ, თორე პატარა კვანძებიც არის და იქიდან იღებთ ხოლმე? სანტიმეტრამდე ცოტა მეტი ზომის კვანძებია და ამ შემთხვევაში დამიზნება გვჭირდება ულტრავიოლეტი აპარატის მეშვეობით, იმიტომ რომ ძალიან ფარისებრი ჯირკვლის ზომა არის თვითონ ზოგადად ძალიან მცირე, ასევე ირგვლივ მდებარე სტრუქტურებია ძალიან ისეთი გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი, არტერიები, სიზარღვები, ასევე ნერვული ნერვები და ამიტომ მომზადება სჭირდება თუ არა კვლევას და შეიძლება თუ არა გართულდეს კვლევის პროცესი. წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოპსია, აი ყველა სხვა ჩამოთვლილი ბიოპსიებისგან განსხვავებით არ საჭიროებს მომზადებას. ანუ რაღაც განსაკუთრებული სხვა შემთხვევაში საჭიროებს, იმიტომ რომ ოპერაციული ბიოპსიის შემთხვევაში ზოგადი ანესთეზიით კეთდება და ზოგად ანესთეზიას კიდე თავისი მომზადება ჭირდება. წვრილნემსიანი ბიოპსიისთვის ეს არ ჭირდება, ერთი ჩხლეტით ხდება მასალის აღება. საკმაოდ უმკივნეულოა და პაციენტი არანაირ დისკომფორტს არ განიცდის. აი რა მნიშვნელობა ენიჭება უკვე ბიოპსიის პასუხს? ბიოპსიის ჩატარების შემდეგ მიღებული მასალა, ეს უჯრედები უკვე მიდის ციტოლოგთან, ექიმი ციტოლოგი ნახულობს მიკროსკოპის ქვეშ ამ უჯრედებს და გვაწვდის შესაბამის დასკვნას. გადამოწმებას არ საჭიროებს. ციტოლოგიური კვლევა უკვე უჯრედულ დონეზე ხდება ამის შესწავლა და ამაზე უფრო ზუსტი დიაგნოზა ვერ იქნება. ხო, იქნება თუ არა რისკი ბიოპსიით აი იმ ტრაქტში პაპილარული კარცინომის გავრცელებას. ანუ ავტისებიანი შემთხვევაში. არა, რა თქმა უნდა, არ იქნება მაგის შანსი, რომ რაღაც სხვა ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გავრცელდეს, მაგის შანსი არ არის, იმიტომ რომ წვრილი ნემსის ზუსტად იმ მონაკვეთში, ზუსტად იმ კვანძში ხდება შესვლა და ცენტრიდან ხდება აი რამოდენიმე წამი გრძელდება ეს პროცედურა. ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში რა შეთავაზება აქვს დაუშვათ პაციენტს, რა ვერსიები შეიძლება განიხილოს? ოპერაციას, როცა ავთვისებიანი დაავადების დიაგნოზი ისმება ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში, პირველი რიგის მკურნალობა არის ოპერაციული მკურნალობა. ოპერაციის სახე შეიძლება დამოკიდებული იყოს ბევრ ფაქტორზე, შეიძლება ოპერაცია შესრულდეს ენდოსკოპიური გზით, ტრანსორალური გზით. ანუ პირის ხახიდან, ხო? კი. და ასევე ღია ტრადიციული განაკვეთის საშუალებით კეთდება ოპერაცია და ხდება ამოღება მთლიანად ამ ფარისებრი ჯირკვლის თავის სიმსივნურ ქსოვილთან ერთად. რაც შეეხება კეთილთვისებიანი კვანძების შემთხვევაში, ხშირად ენდოკრინოლოგი მართავს ხოლმე აი ასეთ მდგომარეობას. ენიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა და დინამიური მეთვალყურეობა. 6 თვეში წელიწადში ერთხელ ეხოსკოპიის კონტროლი შეიძლება საჭირო გახდეს, ასევე თუ კვანძმა შეიცვალა სტრუქტურა. ზომა, ფორმა, ეხოსკოპიურად შეიძლება განმეორებითი ბიოპსიის ჩატარების საჭიროებაც დადგეს. კეთილთვისებიანი კვანძების დროს, როცა პაციენტს დისკომფორტს უქმნის, აი ეს კვანძი ყლაპვაში, აქვს რაღაც დისკომფორტი, ან ვიზუალური მხარე. აი ვიზუალურად ჩანს სხვა ამ დებორას შემთხვევაში. როცა დიდი ზომის კვანძი ან კვანძები გვაქვს, ვიზუალურადაც არის ხოლმე შესამჩნევი განსაკუთრებით უფრო ისეთ არაჭარბწონიან ადამიანებში. თვითონ რა საინტერესოა ახლა, როდესაც თქვათ ვიზუალურად თუ ხედავს, ახლა თვითონ პაციენტი ვერ უნდა გრძნობდეს, თუ გრძნობს რაღაცა გამობერილია. კი, ხელით გრძნობს გამობერილობას, ასევე შეიძლება დისკომფორტი ქონდეს ყლაპვის დროს, უცხო სხეული შეგრძნება ქონდეს. და ამ შვილებით მოდის ენდოკრინოლოგთან. ჩვენ ესეთ პაციენტებს ვთავაზობთ
ოპერაციულ ჩარევასაც და ასევე ვთავაზობთ ნაკლებ ინვაზიურ მეთოდს. ეს არის რადიოტალღური აბლაცია. როცა ადგილობრივი ანესთეზიით ხდება შესვლა აი ამ კვანძში, აბლაციის გაკეთება და შემცირება ხდება ზომაში აი ამ კვანძის. გიორგი, სხვა რა ოპერაციული ჩარევები არის შესაძლებელი ემედიცის კლინიკაში? ხო, ჩვენს კლინიკაში არის ძირითადი მიმართულება ჩვენი კლინიკის არის ენდოკრინოლოგია, ენდოკრინული ქირურგია, გარდაფარისებრი ჯირკვის ანუ შესაბამისი მოცულობა ძირითადად ფარისებრი ჯირკვალზე მოდის, მაგრამ არის თითქმის ზედა ჯირკვალზეც საჭიროების შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა, ასევე მუცლის ღრუს ორგანოებზე, ზოგად ქირურგიული ოპერაციები, ღვიძლზე, სანაღვლის გზებზე, ნავლის ბუშზე, ასევე მუცლის კედლის თიაქრებზე. ეს ყველაფერი ლაპაროსკოპიული მეთოდით. ჩვენი კლინიკის ზუსტად ჩვენი კლინიკის მიმართულება ეს არის, რომ მცირე ინვაზიური ქირურგია, მცირე ინვაზია იყოს წამყვანი, როგორც დიაგნოსტიკის მიმართულებით, ასევე მკურნალობის მიმართულებით. ზუსტად ამას მოიაზრებს თანამედროვე მედიცინა, რომ იყოს მცირე ინვაზიური, მოკლე, სწრაფ ხარისხიან შედეგზე გათვლილი და დამზოგავი როგორც პაციენტისთვის, ასე ალბათ ექიმისთვის. მადლობა თქვენ ჩვენთან. მადლობა.